რუსეთის სამხრეთ კრასნოდარის სანაპიროზე დაღვრილი ნავთობის გამო ანაპაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსული მედიის ცნობით სანაპიროზე მუშაობს საგანგებო სამსახურების 267 თანამშრომელი და 50 ერთეული სპეცტექნიკა. კრასნოდარის გუბერნატორის განცხადებით, ჩაუს ზღვაში ტანკების ჩაძირვის გამო დიდი რაოდენობით ჩაიღვარა ნავთობი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები სანაპირო ზოლის გასუფთავებას ამ დრომდე ცდილობენ. 15 დეკემბერს შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან ტანკების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია. ჩემი ქმარი და ძმა აქ არიან. ჩემი შვილი კრასნოდარიდან ჩამოვიდა დასახმარებლად. ამ ყველაფერს გავუმკლავდებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად გვეჩვენება. ეს ხომ ნავთობპროდუქტია. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს არც კურორტს და არც ზაფხულის სეზონს საფრთხე არ ემუქრება. გასულ კვირას ევროკავშირმა გამოსცა ახალი სანქციები რუსეთისა და მისი ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, რუსეთს ძველი ტანკებით გადააქვს ნავთობი და ცდილობს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდი აუაროს. ევროკავშირმა და საზღვაო მრეწველობამ ადრე უკვე გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ნავთობის გადასატანად რუსეთი ძველ გემებს იყენებდა. მათი აზრით ეს გემები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ეკოლოგიასა და უსაფრთხოებას.